ზაზა ავტორიტარიზმისკენ შემოbrunება ეს არის ნახსენები ესე ვთქვათ ამ ინდექსში როგორც რაღაც მართლობის ფორმა რომელიც ქართულმა ოცნებამ აირჩია ადეკვატური არის ეს შეფასება ნამდვილად ადეკვატურია ვინაიდან ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმ ფონზე და იმ პოლიტიკური კონტექსტის პირობებში როდესაც პრაქტიკულად ქართულ ოცნებას გააჩნია ქართულ ოცნების დამფუძნებელს და მის უკან დგომ ერთ ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ ძალას რუსეთს გააჩნია საქართველოში აბსოლუტური ძალაუფლება. ისინი აკონტროლებენ ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა თვითმმართველ ერთეულსა თუ სიფს და ასე შემდეგ და შესაბამისად მათ აქვთ უკვე იმდენად თავშეავარდნილი სხვა სიტყვა არ არსებობს რომ უკვე შიდა ბოლშევიკური წმენდის ეტაპზე არიან გადასული როგორც ეს მოხდა მაგალითად 30-იან წლებში ხო ბოლშევიკებმა საქართველოში ვინც გამოუშვეს პირველი ტალღის ბოლშევიკებად მერე ისინი სხვებს დაახოცინეს მერე ისინი კიდევ სხვებს და ასე შემდეგ ანუ იმდენად კომფორტულად არიან აი ამ ვითარებაში რომ მათ აქვთ უფუნება რომ ისეთი სანიმუშო და მოუნანიებელი ხოცებიც კი როგორც არის მაგალითად ღარიბაშვილი და არამხოლოდ ის გაწირონ, ჩასვან და სათრევად გაუხადონ საქმე საჯარო თვალსაზრისით, საჯარო რიტორიკის თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მოდი ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაში ბოლო 14 წლის განმავლობაში ღარიბაშვილი არავის არ აურჩევია. არც ლილუაშვილი, არც კობახიძე, არც პაპუაშვილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხმა მისცეს ქართულ ოცნებას, ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილი წლიდან წლამდე არაერთხელ მას შემდეგ როცა ვითომ წავიდა და გადავიდა კულისებში, ხო? მას შემდეგაც გამოვიდოდა ხოლმე და იტყოდა რომ კი, მე ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. იყო ეს 2016 წელი, 2018 წელი, 2020 წელი თუ მერე და კონკრეტულად მარტო ისე ზოგადად კი არა რომ მე ვარ პასუხისმგებელი ამ პარტიაზე, არამედ აი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებით იძახდა რომ აი ამ ადამიანზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას რო არის სუფთა, პატიოსანი ეროვნული ინტერესებით მოტივირებული და ასე შემდეგ. ხო და მე გვეუბნებოდა რომ თურმე არის უკიდურესო მასშტაბის ქურდბაცაცა, რომ არის deep state-ის აგენტი და ასე შემდეგ და ნუ როგორც მინიმუმ ახლა ასეთი ადამიანი უნდა გზნობდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ხო თვითონ რომ არ იყოს ამაში ჩარეული იმ შემთხვევაშიც კი. თუმცა მე არ ვუშვებ რომ ის არ არის ჩართული, მე ხარ ვიძახი რომ ის არის რაღაც კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში ჩართული. გულისხმობ მართლობის სტილი, რომელიც მან დანერგა, ზუსტად ამაზე დგას. ეს არ არის მერიტოკრატიული სტილი, სადაც ვიღაცა შეიძლება მოვიდეს, გასაუბრება გაიაროს, გამოაჩინოს რომ აი როგორი კომპეტენტურია, როგორი მონდომებულია და ამ კონკრეტული თანამდებობისთვის არის ძალიან შესაძფერისი და დაინიშნოს ან არჩეული იქნას იმ თანამდებობაზე. არა, იქ მიდიხარ და დანტეს ჯოჯოხეთის არ იყოს, ესე იგი იქ შესასვლელში წერია ქართული ოცნების ოფისზე რომ დაუტევე, გაიწყვიტე შუბლის ძარღვი და შემოდი. და ის ადამიანი მანამდე რა იყო ეს ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა. ზოგი შეიძლება იყოს კომპეტენტური კარგი პროფესიონალი, ეთიკური მოქალაქე, მაგრამ იქ რო შედიხარ, იქ ხდები იმ თამაშის წესებით მოთამაშე, იმ კონიუნქტურის ნაწილი და იმ რაღაცა ეშმაკთან დადებული გარიგების მხარე, რომელიც არის პირველი, მეორე და მთავარი ეს არის, ხო? ვიმეორებ, ძალიან ბევრი არის გაკვირვებული ამ დღეებში, რომ აი განათლების მინისტრი იქნება თუ ვინმე კონკრეტული იქნება, კარგი ადამიანი იყო, ისეთი იყო, ასე ამას როგორ ჩადიან, ხო? ეს არის პირობა. პირობა როცა ხდები ამ კონიუნქტურის ნაწილი, შეიძლება დიდი ხანი არ დაგიძახონ, ხო? ჩვენ ვიცით ვიღაც უსახელგვარო თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ჩინოვნიკები, რომელსაც არიან წლიდან წლამდე თითქოს არაფერს არ აშავებენ, მაგრამ მათი რიგი აუცილებლად დგება, მათი ჯერი აუცილებლად მოდის. მათ უძახიან და ეხლა ძალიან კარგი იყო, ხო, იქ რაღაც 7 ბინა რო იყიდე, 4 ნაკვეთი რო დაამატე, რაღაც 5000-იანი ჩანთა რო გაქვს და 20000-იანი კოსტუმი და ასე შემდეგ, ხო? ხო იყო ეგ კარგი. ეხლა მოდი და ილაპარაკე იმაზე თურმე როგორი ცუდია ცხოვრება შვედეთში, ილაპარაკე იმაზე როგორ დაღუპა დანია deep state-მა და ასე შემდეგ. ეს არის ამის ფასი. ეს არის ღრმად რუსული მართლობის სტილი და ეს არ არის შემთხვევითობა, ვიმეორებ, ხო? ამ სახელგვარებს აქვს ძალიან პირობითი მნიშვნელობა, ვინაიდან მათ შეუძლია გადავანაცვლოთ. არაფერი არ შეიცვლება. ვიმეორებ, ხალხმა იცია ივანიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და აღმოჩნდა რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც წინააღმდეგაც არაფერი არ გაგვიგია, არის მამუკა ბახტაძე, ხო, ეგეთი პრემიერი ყავდა, ეშმაკსაც თუ სიტყვასაც დავიწყებია, როგორც სიტყვიან, ხო, არავის არ ახსოვს, იმიტომ რომ იმდენად უფერული იყო მისი, რამდენი ხანი იყო ამ თანამდებობაზე არ მახსოვს, ეგ არის და ყველა სხვას რაღაც ან მოუგონეს, ან რეალურად დაუდგინეს და ჩასვეს, მაგრამ ვიმეორებ,
არ შეიძლება ეს ადამიანები ანგაბრაზებული იყვნენ პოლიტიკურ დონეზე ვიძახე ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ღარიბაშვილს ის წონა არც არასდროს არ ქონია. რომ მას რაიმე პასუხისმგებლობა ქონოდა. ყველამ ყოველთვის იცოდა, რომ ის არის ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, ხო? მოქალაქე ივანიშვილი იჯდა და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ ეს არის ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდებაო. როდესაც ეს ბიჭი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს არის 2014 წელზე დაახლოებით საუბარი, ხო? მერე იყო ის ცნობილი ჩანაწერი, რომელმაც გაჟონა მედიაში, სადაც ამბობს, რომ ამ კაცმა არც ფინანსები იცისო, არც იურისპრუდენცია, რა ვიცი, შეხვედრებს მინიშნავდა, ხო? აი ესეთი კაცი ივანიშვილმა ორჯერ დანიშნა ამ ქვეყნის პრემიერად. ორჯერ აღჭურვა თავისი იმხელა მანდატით, რომ იმ კაცმა მე თავის თავს უფლება მისცა, რომ ზოდები წაეღო სახში, მილიონები ქონოდა, ტყე ეჩუქებდნენ, რო იძახიან, რომ ტყე ცოლს კი არა ჩუქა, თავის თავზე გარო, რა ვიცი, ხო, ცოლს გაუფორმებს თუ შვილს გაუფორმებს თუ თავის თავზე გაიფორმებს, ანუ ოჯახში წაიღო, ხო, თავისთან წაიღო ეს ყველაფერი. ხო და იმას ვამბობ, რომ ამის პასუხისგებელი, ამ ყველაფერზე პასუხისგებელი არის ეს პირი, რომლის იუბილეც ყოფილა დღეს სხვადასხვა და ნუ ძალიან უხერხული საყურებელი არის, როგორ ულოცავს მას ზოგიერთი ისეთი პერსონაჟი, რომელიც დღევანდელი ანალოგია რო გამოვიყენოთ, აი როგორც სტალინს რო ულოცავდნენ გულაგებიდან, ეგრე ულოცავენ ახლა დღევანდელ გულაგებში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები, თურმე როგორი გენიალური და მშვიდობის გარანტი ყოფილა ივანიშვილი. მადლობა. მივიღებ ამას შესავლისთვის და მოგებრუნდებით. შევაჯამოთ ხომ ზაზა და ასე მინდა რომ შევაჯამო, რომ ოცნება დღემდე ამბობს იმას, რომ და ამტკიცებს იმას, რომ ბიზნესი საქართველოში არის თავისუფალი, რომ ქვეყანაში არის კარგი ბიზნეს გარემო და ამის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად, ესე ვთქვათ, მაღალ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს და ასევე Eagle Hills-ის ინვესტიციები, ესე ვთქვათ, რეკორდული ზომა ინვესტიციების, რომელიც ხშირად არის მოყვანილი მაგალითად, რომ არა მხოლოდ ვთქვათ, რაღაც ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი არსებობს ქვეყნის მიმართ, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისაც. ამიტომ აი ამ ნაწილში როგორი არის ქვეყნის აღქმა თქვენ გაქვთ შეხება მათ შორის? კი ბატონო, ხო, რა ვიცი, 2003-დან 2012 წლამდე ძალიან მაღალი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით 7% იყო საშუალოდ ყოველწლიურად და მიუხედავად ამისა, ოცნების სპიკერები და პროპაგანდა ამბობდა, რომ ის ყველაფერი კარგი, მაგრამ იყო დაფუძნებული თითქოს ყალბ სტატისტიკაზე, კრედიტ უცხოეთთან მოზიდულ სესხებზე და ასე შემდეგ. ხო, სინამდვილეში მაგავე ლოგიკით თუ მივყვებით, ხო, 2020 წლამდე ოცნების ეკონომიკური მაჩვენებლები იყო კატასტროფული. შემდგომ დაახლოებით 2020-21 წლიდან, როდესაც უკვე კოვიდიდან გამომდინარე, სულ სხვა რეალობა შეიქმნა და მე 22-დან უკვე, როდესაც რუსეთი სულ მასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში, აი ეს ფაქტორი დაემატა, დაიწყო ის ზრდა და რის ხარჯზე დაიწყო და ამას ჩვენ ჯერ კიდევ გავიგებთ, რომელთაც დღეს ყელყელაობენ ეს პროპაგანდისტები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბიზნესი თავისუფალი, აქედან არაერთი დასავლური ბიზნესი გასულა და შემოდის ძალიან საეჭვო ბიზნეს ინტერესები. მათ შორის ახლა Eagle Hills-ი იქნება თუ არ იქნება, საერთოდ რა იქნება, კაცმა არ იცის. ხო, მაგალითად ივანიშვილმა აკიდვები დაწყებულია უკვე. ხო, ნუ რა მაკლერის ფუნქცია შეითავსა პრემიერ-მინისტრმა ეგრეთ წოდებულმა, იმიტომ რომ მთავრობის ხდომაზე ანონსებდა, თუ ამბობდა რამდენი ბინა გაიყიდა და ვიზე გაიყიდა. ხო, ცოტა უხერხულია ეს, რომ ეკონომიკური წარმატება თუ აქვს ქვეყანაში და ერთ კონკრეტულ პროექტზე ლაპარაკობს, აი ბინების დონეზე ასეთი მაღალი თანადოების პირი. ხა როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს თავისუფალი, როდესაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთ შემთხვევას გაგახსენებთ, როდესაც მაგალითად გამოვიდა ბიზნესი და თქვა, რომ ამ ეტაპზე გადასახადების შემცირება მიზანშეწონილი არ არის. გახსოვთ ალბათ ესეთი ეპიზოდი, წინა ხელისუფლება რომ წავიდა, საგადასახადო კოდექსში დატოვებული იყო მუხლები, რომლის მიხედვითაც გადასახადები როგორც ინდივიდებზე, ასევე კომპანიებზე ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო, რაც ოცნებამ მაშინვე გააუქმა. და მე რაღაც ერთ ეტაპზე დაახლოებით 10 წლის როდესაც საუბარი იყო, რომ ხომ არ შემცირებულიყო ეს ერთი კონკრეტული გადასახადი, შეკრალის ბიზნესი და მე ბიზნესმენები გამოვიდნენ მთავრობის ხდომიდან და თქვენსო არა, გადასახადების შემცირება არ არის მიზანშეწონილი. ისევე როგორც ეხლა გვეუბნებიან ბიზნესმენები, თუმცა კი ბატონო მოვიკლებ ჩვენ მოგებიდან, რა ქვია, დავიდგამ წელებზე ფეხს, რაღაცას მოვახერხებთ, ოღონდ დროებით 5%-ით რაღაცაზე ფასი შევამციროთ. ოღონდ მე გამოვიდა სხვა ბიზნესმენი და თქვა, რომ არა ბატონებო, ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტზე, იქ მე მგონი კვერცხზე იყო საუბარი, ფასი მოუმატეთო და ეხლა თუ დაუკელით, მაქსიმუმ იმ ძველნიშნულს დაუბრუნდეს, ძველნიშნული საუბარია ახალწლამდელ ნიშნულს. ხო, ანუ აქაც ილუზორულია ეს ყველაფერი და მთავარი, როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს ქვეყანაში თავისუფალი, როდესაც რამდენიმე შემთხვევა გვაქვს გამოუძლებელი შეკვეთილი მკვლელობისა.
იქ სხდომაზე როზის რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი ძალიან კარგად იცის მან აი ეს ინფორმაცია პრეცედენტული ძალის მატარებელი რო არის, რა ვიცი, შეიძლება ხვალ ნებისმიერი იყოს იმ გამოუძიებელი кейსის ადგილას და მე იტყვა, ნუ არ ვიცით ხა რაღაც მოხდა და გამოძიებას დაველოდოთ, ხო? ეს არ არის თავისუფლება, ხა ძალიან რიტორიკულ ბანალურ ჭეშმარიტებას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არც ის ვითარებაა, როდესაც დიქტატურის დამყარებისკენ მივიდა. დიქტატურა უკვე არის. უბრალოდ დღეს ჩვენ ეთერი იმიტომ გვაქვს, რომ აქამდე არ მოსულან. ან ჯერ ამის საჭიროება, კონკრეტულად ამის საჭიროება არ არის. მე აბსოლუტურად ადეკვატურად ვაფასებ იმას, რომ ჩვენ შეიძლება იმდენად ეგზისტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენთ, კი არა, საერთოდ არ წარმოადგენთ საფრთხეს რეჟიმისთვის და ამიტომ დღეს ჩვენთვის ჯერ არ მოუწიათ, მაგრამ ჟანრის ლოგიკით ახაც მოვლენ თუ ესენი დარჩნენ.